მე რაღაცნაირ ტემბრი მაქვს. ის გაბო. ბარიტონი? ერობა მინდოდა მე არ ვიცოდი და. ამაზე კომპლექსები მაქვს. რეპერო არო გინდოდა და ვერ დაიწყე და მაგიტო თუ? ჩემი ხმა რომ წონს ტრეკზე რა. გონია რომ რაღაცა აცილებული ვარ ძალიან. მინდა აღვნიშნო რომ ძალიან მშვენიერი ხმა გაქვს ბარიტონი და ყველაფერი. თან ახალ გაღვიძებულზე თუ ჩავთვით მოკლედ. ზედმეტი შესავლების გარეშე ელოშაა ჩვენთან. როგორ ბრძანდებით ბატონო ტატიშ? მადლობა თავად. ისა დაღლილი ცოტა ცხელა და. ზოგადად ტატიშების გაძლება ადვილია, როგორ ფიქრობ? არც ისე სხვათა შორის რა. თული ხალხი ვარ ტატიშილი. მარტო ლენკა ხო არ არის, ლენკას ხო თავში ოძახის წევრები ყავს და ისინიც არ არიან მარტიასტანები ხოლმე რა. ხანდა ხო ტატიშვილებში ასე უთხრა დედამშვილებს ნუედები ტატიშვილებს. ზოგი გელაშვილებზე ამბობს მაგას, მაგრამ ნუ ტატიშვილებზე. ბიჭო არა მართლა ორი ძმა ყავს ლენკას და აი ხანდახან ძალიან ზედმეტნი არიან. მინდა ხოლმე რომ ისხდნენ პროსტა ჩუბან, მაგრამ არ გამოდის. იმედი ამ გადაცემას ნახავენ. იმედი არ ნახავენ. მართალია არ გვასპონსორებს, მაგრამ ცივიყავა. აუ ცივი. აი კაცი აი ესე გავჭედე რა. რა. აბა ჩვენ გაცნობას გამოვაჯოს. მიუხედავად იმისა, რომ გდანის თემაში ვართ, ძალიან ბევრ რაღაცეებში ვართ ერთად გარეული თქვენ თემებში და ეხა გავიცენთ ერთმანეთი გამიგვიყვეთ. გასაკვირია, მაგრამ მე რა. თავი ჯობს გვია ვიდრე არასდროს რა. Yes, of course. მოკლედ, კაია ცივიყავა რა. წეგა როგორც აღვნიშნე, პოდკასტები კონკრეტულად გადავიდი იმინა რეპერების ამბავში და ეს პროექტი არის წარმატების გზა, ესე ქვია და საუბრობთ ხოლმე ეხლა დავარცხნილად და რაღაცა არა, ზოგადად რა, როგორ მოვიდა ადამიანი დაუშვათ ამ სიტუაციამდე და რა გზა გამოიარა და ასე შემდეგ. მაგრამ იქამდე რაღაცები კიდე მაინტერესებს რა. მე მახსოვს მაგალითად რომ ძალიან პატარა ფუნჩულა ჭკვიანი ბავშვი ვიყავი, რაღაც ისა რა იყო იმ პროექტს? ყველაზე ჭკვიანი. ყველაზე მით უმეტეს ჭკვიანი კი არა, ყველაზე ჭკვიანი იყავი დაჟე და მაკედან როგორ გადაიქეცი, აი ესე მოდი ამ სიტყვას ვიხმარ, რუსეთ უმე ვარ მეტყვენ, პოხუისტ იუთუბერად, რომელსაც მე უყურებ ყოველდღე მაგალითად. ბიჭო, პოხუისტობა არ არის რა. ადამიანი კაი გაგებით რა. ხო, არა, მესმის, მაგრამ პოხუისტი ხო ძირითადად ნეგატიური სიტყვა, მაგრამ ნუ ვითომ რო კაი გაგებითაც ხო ისმის რა და უბრალოდ მე ფიქრობ, რომ ადამიანები როცა არიან რაღაც ჭკვიანები, მართლა, მე რაღაც ეტაპზე მე ყოველ შემთხვევაში ეგრე ჩავთვალე, რომ რაღაც ეტაპზე რაღაცებს ვიკიდებ რა. და აი რო ვიზრდები გამოცდილებასთან ერთად უფრო მეტ და მეტ რაღაცას ვიკიდებ, იმიტომ რომ ვიცი რომ იმას არ უნდა კონდეს ჩემს ხასიათზე, ჩემს ცხოვრებაზე და ჩემს რაღაცებზე ზეგავლენა რა. და მანდან გამომდინარე გადავიქეცი პოხუისტად ალბათ. ბიჭო, მაპატი ესეთი ის არაზოს არ ყოფილა და პირიქით უწევს მე მგონი ცოტა აი ეს. ძალიან ახლოს ვარ. არა და კარის ქონა ეთყობა შენ ისა გაქვს ჩემსავით კარგი. აი ტემბრი მაქვს ხო. კარგია კაი. დღეს კაი გადაცემა იქნება გულებით დროს. იუმორით ახსავს. კარგია კაი ტემპი. ხო, всё, ესე უფრო კარგად შეგიძლია გააგრძელო. ხო, და ანუ ეგ არის რა, ჩემი აზრით, ადამიანები რო იზრდებიან, რაღაცა ჩარჩოებს, რასაც ბავშვობაში გვასწავლიან ხოლმე, ჯობია რომ დავიკიდოთ ეგ ჩარჩოები, ბევრად უფრო კომფორტულად ვიგრძნოთ ჩვენ თავთან თავები და ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა და როგორც გარშემო მყოფ ხალხს. და აი მაგალითად, მამაჩემი დღემდე მეჭხუბება, აი 30 წლის ადამიანი ვარ, ხო? მამაჩემი დღემდე მეჭხუბება აი ბლანჟე რომ აქვს. მაგრამ ნუ მე რა თქმა უნდა მკიდია ის იყეფება თავისთვის, მაგრამ ნუ ყველაფერი კარგადაა რა საბოლოო. ხო, წვერი რაღაცა თქოს მისაღებია, მაგრამ ბლანჟე რა პონტია, ხო ეგ. ბლანჟე არის გეური მაინდა-მაინც რა. აჰა. ბჯურა არის, იცი რომ რატო გიყურებ ახლა მე პირველ რიგში და შენ ხო გქონდა იქამდეც არხი. დიახ. და ნუ იქაც აკეთებდით რაღაცებს, მაგრამ ეს რო დაიწყე, აი რაღაც ჯერ იმ თემაზეც მინდა ვისაუბროთ იქ სიცილია ამბები. კეთილი შური ჩემშულა თუ როგორც არის იქ არ ვიცი, მაგრამ შური, ხო. მოკლედ უყურებდი აი ესე რა, ცრემლიანი რო რა კარგია, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი ევროპა მოვლილი მაქვს როგორც მომღერალს და ვლოგებსაც ვიღებდი და მთელი ამბები და თურმე ვლოგერიც ყოფილი ვარ და შემიძლია და მაშინ არ ვიცოდეს YouTube-ის შესაძლებლობები, ჩემ ფონში ვიღებდი რაღაცებს და იქით-აქე და რომ მივხვდი ესე იგი თურმე მაშინაც კი YouTuber-ი ყოფილი ვარ ჯერ კიდე. მისთი რა? მოწოდებით და შემძლებია თურმე, ხო და რას ვამბობდი რომ როგორც კი დაიწყე რაღაცნაირად აი მივხვდი რომ აი ფიშკას რო ნახავს ადამიანი რა, თავისას რომ მიაგნებს ხო ხტები და ისეთი პონტი კი არა YouTube-ი და ხიტასაც აქვს მაგალითად ზის
და უსმენდა რაღაც, მაგრამ შენ კიდე ცოტა სხვა მხარე წაიყვანე რა. მარტო ისე კი რა სახში ზიხარ და რაღაც სხვადასხვაოდ даже იმასაც გიწერ ხომე რომ ცოტა რაღაც ოთახი მაინც შეცვალე რაღაცა რომ ერთი ხახტები რომ აი შეგძლება. ხო, ერთხელ მახსოვს ეგ კომენტარი რომ ვა, გარემო შეიცვალა. ხო, რაღაცა ჩემიდის ოთახში ვარ, რაღაც იმდენი დეტალები შემიძლია გითხრა, მივხვდები რომ მართლა უყურებ ყველაფერს იმენა რა. 3 კაცი რო ჩხუბობდით 4 კაცი და რაღაცეები და ძალიან საინტერესოდ დაიჭირე ეგ მომენტი რა და ეხლა თან სიყალბეც არ არის რა. აი ხვდები რომ ტიპი ზის და როგორც თავისთვის ილაპარაკებდა მეგობართან ილაპარაკებდა, ჯდება და ისე საუბრობს და აი მაგ მომენტის ის როგორ აგენტ თუ ანუ მიდიოდი და აი მოდი წამოვიწყო თუ აი როგორი ბეჭო რაღაც ეტაპზე რომელიღაც ქართველ იუთუბერს უყურებდი და პროსტა გავიფიქრე როგორი ისაა მეთქი რა აი ძალიან არ აი მე ფეიკა რა და რა ვიფიქრე მეთქი რატო არის ეს ფეიკი მეთქი ანუ რეალურ ცხოვრებაში ვიცნობ მაგ ადამიანს ანუ ძალიან დიდი იუთუბერი არ არის რა 100 პლუსი არა პროსტა ხო აი მაგიტო არ ყავს ალბათ იმდენი გამომწერი რამდენიც უნდა ყავდეს მეთქი რა აი ცოტა უფრო ისაა რა ფეიკია თქო რა ყალბია თქო და ეგ რო გავიაზრე მეთქი რატო იქცევა ყველა ეგრე თქო რაღაცა ყალბი იმით ჩაილჭობენ ხოლმე რაღაცებს თქო რა ალბათ ბავშვების ყურადღება რომ მიიქციონ მეთქი და ჩემთვის არასდროს არ ყოფილა პროსტო ბავშვების იმაზე რომ გავსულიყავი მაგაზე არასდროს არ მიფიქრია და ყოველთვის ვცდილობდი რომ ვიღაცა ტიპები ვისაც ჩემნაირი აზროვნება ქონდა იმ ხალხთან გავსულიყავი და ყველაზე კარგ ვერსიად ალბათ ეგ იყო რომ მეთქი მოდი ერთი წელი ჩემ თავს დავაჩელენჯებ თან რაღაცა იმაში ტონუსში დგები გინდა არ გინდა რა ყოველდღიურად რაღაც რო აკეთებ და მაგ დისციპლინა ხო დისციპლინა არის რა და მაგას მაინც გამოვიმუშავებ მეთქი როგორც მინიმუმ თქო რა და თავიდან რომ დავიწყე ველოდებოდი რომ უფრო ცოტა ნახვები ექნებოდა მე არ მეგონა რომ ყოველდღიურად 1000 ადამიანი ადგებოდა ჩართავდა ვიდეოს ანუ ვიღაცები ფიქრობენ რომ 1000 ნახვა არის ცოტა მაგრამ 1000 ადამიანი აი ესე რომ ნახოთ აი შეიცვლით წარმოდგენას რა ძალიან ბევრია მაგაზე მეც ვიფიქრე ხო აი ესე რომ გინდაც 100 გინდაც 500 აი ესე რომ წარმოიდგინო და 1000 ადამიანი რამდენია რა თან ეგ ხო ის არ არის რომ პროსტა ასკროლა ხო შევიდა დააჭირა ნახა 7 წუთი მაინც ხო უყურა ანუ ხო ვიცი მე იქ სტატისტიკა რა საშუალოდ რამდენი შეიძლება და ეყურებინ რაღაცა აი 20 წუთიანი და 12 წუთს რო უყურებს ესე იგი რავი მართლა აინტერესებს ამ 1000 ადამიანს რაღაცა რა ესეთი გემო ქონდა იმ ციუყავს თუ უარესი რომელს არა ეს 64-ია იმასთან შედარებით რა სიძახ მაგარი ვიდეოებია იქ იყოს ჯერ ველოდებოდით და აი კარჩე თან ისეთი პონტია რა ეხა გოგოები ხომ მაგას ეძახიან ხოლმე რომ ყოველდღიური რუტინა მაგრამ რაღაცა შენ ეგრე ვერ დაუძახი get ready with me ვიღებ ყოველ დღე რა მეც ყოველდღიური რუტინა ხო და ხო კიდე რა საკითხზე მინდოდა კიდე მესაუბრე ბევრ რაღაცებს შეგვიძლია ვისაუბროთ იქიდან გამომდინარე ჯერ რომ რეპი გვევასება და ბევრი კაი რაღაცები დანელები რო ვარ და ასე შემდეგ მაგრამ გლდანის მეორეზე ვიბაცროთ ბაზარი არა მეორე მიკროში ვარ დაბადებული გაზდილი ძალიან კომფორტულია მეორე მიკრო ხო და TikTok-ზე შემოხვიდი ბოროტ პერსონაჟად ესე ვიტყვი იმიტომ რომ ბოროტ ადამიანთან უფრო პერსონაჟი ხო ესეა იმიტომ რომ YouTube-ზე რამდენადაც ანგელოზი ტიპი გაიჩნდა რაღაცა ყველაფერზე ბოდიში სიგარეტზე ბოდიში იმბაზე ბოდიში რაღაცა გონია ხოლმე რომ ეს ის ტიპი არის ეგ TikTok-ზე რომ გაიჩნდება მეთქი და აი თქვენი ესე და რაღაც ხო ძალიან მორცხვი ვარ რო იცოდეს ყველა ძალიან მორცხვი ადამიანი ვარ TikTok-ზე რომ ჩავწერე ხუმრობას უპირველად დავცინე სადღაც ცუდა ის პირველი ძალიან ცუდი ვიდეო იყო რა სადაც 17-18 წლის ბიჭს რაღაცას დავცინე რაღაც ცუდად იხუმრე ესე თქვა ხო რა დასცინებდი მთლად ხო ცუდად ვიხუმრე რა რაღაცას და წაიღო რა მაგარი და მეთქი ეს ხუმრობა ნეგატიური ევასწება ხალხს თქო და მოდი იმას ვიზავ თქო რა და პროსტა ბოროტი არასდროს არ ყოფილა მე მანდაც ცდილობდი ხოლმე რომ ჩემი აზრი დამიფიქსირებინა ოღონდ ცოტა რაღაცას ვამატებდი რომ ხალხს მეტი ნახვა ქონოდა რა ანუ ამ ვიდეოს რომ მეტი ნახვა ქონოდა მაგის გამო რაღაცა ცოტა ბრაზს ვამატებდი ხოლმე და ეგეთ რაღაცებს რა აი ანუ რო ყვირი ხარ ბევრად უფრო ემოციურად გაინცდის ტიპი რა და უფრო მეტად ევასები რომ ვახ ეს ტიპი გაბრაზებულია და ანუ ეგ უფრო ის იყო ხო ალბათ უფრო პერსონაჟი ვიყავი მაგრამ მაინც ჩემ აზრს ანუ რასაც ვლაპარაკობდი ემოციები რო გაუთიშო მაინც მაგას ფიქრობდი რა
თუ გინდა დავაპაუზებ, მიდი შეისხი გინდა. არა. არა, იმიტომ რომ პოსტა ცხელა ესე მგონია თქო რაღაც მაგრად და. არა, კი, ცხელა, მაგრამ არ მინდა, არა, უნდა ჩამოვიდეს ეგ. ხო, კონტენტია. კონტენტია. მაშინ ამას არ ამოჭრი. არ ამოჭრა ბიჭო. ხო, არა, იმიტომ რომ შენ ხო ნაღდი ხარ. მე არაფრის ამოჭრა არ მიყვარს, ვაფშე, იყოს ყველაფერი რაც არის. ბიჭო, როგორი სექსუალური ხარ. აუ, გამოჩე. პირიქით ხალხს ვერ ხვეწენ რომ რა გადავწევი. პირში ჩემის გაესები დღეს ერთ რეპერი მყავდა. პირში ხوار ჩავიდე მიკროფონსო და იმენა ისა აქვს რა, მოაქვს რა. ან შეიძლება მე ჩავდე რაღაცა სწორედ დღეს საუნდ კარტაზე, არ ვიცი. ეს არა, კაია, პოსტა კი. კაია, მართლა კაია. აი ხა ესე როგორ გესმის? არა, მეც კარგად მესმის, მაგრამ წეგა ნუ ბიჭო, შენ ხო მან დუსმე ჩემ ხმას. კი. ხო და წეგა ძალიან შემოვიდა ნუ იმით გაიგე უკვე და მაგიტო. არა, ხო შეენებს, ყველაფერი კარგად არის. და ეხა შემრცხვა ისე. არა, განა შენი ხმის პრობლემაა, კაცო. რაღაცა კარგად ჩავთეთყობა აქ დღეს თქო რა. მოკლედ ის ბოროტი პერსონაჟი დარჩი ისე იქ, როგორც ახლა TikTok-ზე. ნუ ბოროტ პერსონაჟი ხო რა გავთიშე რა. YouTube-ზე აღარ ვდებ ვიდეოებს. TikTok-ზე რაღაც სისულელე ეფექტებს ვიღებ ხოლმე, იმიტომ რომ ცოტა ეგ პლატფორმა გამექცა რა ხელიდან მე პირადად. ხო, YouTube-ზე უფრო ისე ხარ ხოლმე ეს კომფორტული და ისეთი კაცი რაღაცნაირი რა. არა, კეთილიც არ ვარ მოგაწყვეტ. და სხვათა შორის მანდ კიდე რა შევამშნე. შენ პონჩი რო ზიხარ და წერ, იმ დღეს დაგიწერი კიდე 3 ტონეჯიდან მარტო მეთქი. შენ პონჩი რო ზიხარ და წერ, რაღაც უფრო კომფორტულად ახლა. როგორც კი ალენკა და ხო ეშმაკიდან ანგლოზო დაუჯდება ხოლმე. როგორც კი ხო, რაღაც დაგიჯდებიან და დაიწყრენ ბაზარს ეგრევე ეგ всё კარო. აუ, ჩემი აზროვნება გარბის რა, ისა მაქვს ის დაავადება, ფსიქოლოგიური დაავადება რა, ADHD რა, ყურადღების დეფიციტია ADHD. და როცა სხვა ვიღაც ლაპარაკობს, მაგ დროს ჩემი ტვინი სად არის, ვაფშე აზზე არ ვარ ხოლმე. და ვითიშები რა, პროსტა ესე ვზივარ ხოლმე და ვუყურებ. მაგას დამუღამები დიდ რა. ხომაეдай. ხო, ADHD ძალიან არ მეხმარება საქმეში იდეაში რა, ძალიან რთულია რა, რაღაც კეთება რო კიდე ვერ აკეთებ, იმიტომ რომ რაღაც ყურადღება გაგირბის რა. ხო არა, ყურადღების გაფართო კიდე რა არის, აი კორონას აბრალებენ კიდე იმ თემას, რომ რაღაცები რო გვავიწყდება ადამიანებს, მაგასაც ამბობენ, რომ შენ ყველამ გადავიტანეთ მე მგონი. კორონა გადავიტანე 1-7 ჯერ მე მგონი, რომ ავიცერე მე ორ კვირაში. შენ დაჟე აიცერი კიდევაც. მე ავიცერი 9 ჯერ მე მგონი, რა ვიცი ყველა. მე აი ბეწუზე ვიყავი, რომ ბელგიაში კონცერტზე მეპატიჟებოდნენ და თუ არ აიცრებიო გავჩეო ისე ვერ ჩამოხვალო. რა მაშინ აეროპორტებში თემაში თემა იყო და აი ჰადა უკვე შემოვიდა ის თემები, რომ არა პრობლემა აღარ არის, უკვე უშვებენ ერთ კვირაში და ამოვისვეთკე რაღაც მიდოდა ტყილა ეხლა. მაინც. აც რა. ხო, რა ეხლა რავია მე. ეხლა ეგ ხო ის არის მაინც, რომ ორგანიზმზეც არის რა. ზოგს წენ ზოგმა თქვა რომ მაგით ხალხი მოკვდა, ზოგმა თქვა პირიქით უკეთესობისკენ წავიდა. ალბათ უფრო ორგანიზმზეც არის თუ არ ვიცი. მაგის მერე რომ დამემართა, ანუ თავიდან ხო მემართებოდა, ურჯე დამემართა კორონა სანამ ავიცრებოდი და მაგამდე როგორ დამემართა ძალიან ცუდად ვიყავი ხოლმე, თან მე დიაბეტიკი ვარ და ცოტა რთული არის რა დიაბეტიკებისთვის. ეხლა თუ ცუდად შემოდის ხმა გადავიდა. არა, ხმა არა, იმას მაშინ დავიდა. ხო და ანუ დიაბეტიკი რო ვარ, მაგის გამო ცოტა უფრო ის იყო რა, საშიში იყო ჩემთვის რა. მე და ჩემ დედაშვილს დაგვემართა ერთად და ორივე ძალიან ცუდად ვიყავით და ისიც დიაბეტიკია. და მე 10 რო გავიგეთ, ისე მარტივად გადავიტანე, როცა დამემართა მაგის მერე კიდე თავიდან. რო რავი რა, ანუ ვაფშე აღარაფერი აღარ მიგდე, ფეხზე გადავიტანე ჩატო. ხო, ანუ შენთვის მე ძალიან ცუდად დამემართა, იმიტომ რომ ბათუმში დამპატიჟეს სამუშაოთ რესტორანში, უნდა მემუშავა იქ რა. ბათუმი ბუდე იყო ირა. 3 თვე და ჩავედი და იმ ღამესვე ვიგზენი ცუდად თავი. მეთქი რა ამჭირსო, ეგ ყველაზე ნაკლებად ვიფიქრე, რომ შეიძლება რაღაცა აი კორონა რაღაცა. და სახლიდან მირეკავენ, რომ დედაჩემი საავადმყოფოში გააქანეს კორონიანი, მამაჩემსაც იგივე, ჩემდასაც იგივე, კლასტერი თუ რაღაც ოჯახურის გავიჩნდეთ უცებ. და მეც რო ეს ხრებში რომ მამტრევდა რაღაცა, წავედი გავესინჯო აბა რაღაცა და მე შენ კორონა გაქო ერთი კვირა დამაწვინეს იმაში რომ იქ თავიანთი ისყავდათ, ქონდათ რაღაცა სასტუმრო მაგათთვის სპეციალურად. კაი საჭმელი სასწრაფელი მოქონათ, მაგრამ პირველი 3 დღე ის იყო ყველაფერი უგემური და ეგ გემოს ვეგძრობდი. ხო, და მე ნელ-ნელა ყველაფერი მოვიდა რა. მოკლედ მოდი კარგზე ვისაუბროთ. ახლა გინდა რაღაცა. ხო, მორჩა ეგ კორონა, რა. შეგვიტყუა რაღაცა იმან რა ქვია თემებმა. კაი, მოდი ხა ცოტა იმ თემაზეც ვისაუბროთ ხა ხან ჯითუ რომ ყავდა მოწვეული პოდკასტში შენ პირდა ჯერ კიდე მაშინ რომ მოგიწვევო მაფიაშიო. ან როგორც მომღერალიო, ან როგორც იუთუბერიო, ან როგორც ანუ ბევრი რეგალიები მაქვს რა და არც ერთი მხრიდან როგორ არ ჩავჯექი კაცო არ ვიცი. ხო და ჯითუ ხო და
რო გიყურებთ ხოლმე ძალიან შურს ხოლმე რაღაც შურიანი კაცი გამოდივართ ისე კი არ შურს მეგობრებო რომ ამდენი ხალხი იკრიბებით ესე ერთობით რაღაცა კარგად ახარ და ჯიგლუად ახარ და ესე იგი იქამდე გაიქაჩა ეს ყველაფერი რომ აღმოჩნდით სიცილიაზე სადაც ნათლი მამა არის გადაღებული და მთელი ამბავი ხა საეჭვოს სულ ეკიდე ხა ნანახიც არ არის კონის ნათლი მამა თუ გადაობდა არა საეჭვოც ძალიან არა ის გადაობდა ნანახიც არ ამბო ხო ხო თითქოს ესეთი ხო მაგაზე რა გამახსენდა ხო თქვა რა საეჭვოსო ისე ვახორმი რომ ილაპარაკა ისა და ისაო მე რო თავი შეყავე ხო არ ვიცი ეგ რამდენი არა ხო სხვათა შორის კიდე რა არის ერთმანეთთან სულ ლინკება ხოლმე რაღაცები ეხა შენ ვიდეოებს ხედავდი და ხო კონდა ნახვები და როგორც კი ჯობაოზე და საეჭვოზე დადე ეგრევე გავარდა და ნახვებიც და გამომწერებიც მეტი მოვიდა კიდე და რატო ხდება ხო არ მინდოდა ეგ ხო მაგ მივხვდი ზუსტად ხო აი არ მინდოდა ხო ვერ წაშლი მე და ან subscribe გამიკეთე ხო ვერ ეთქვი ხა რა იმიტომ რომ ეს გამოწერები კაროჩე აი 4000 გამოწერზე ავედი და ნახვები მაქვს 1000 მე მინდა რომ 1000 ნახვა რომ აქ 1000 გამომწერი მყავდეს ხო ბაზარი არის ვისაც აინტერესებს მარტო ისინი მინდა რომ იყვნენ ჩემი გამოწერები და დავამიუდეს ვიღაცამ პროსტა გამომიწერეს და ეგ პროსტა გამოწერილი მე აღარ მიყურებს და არ მინდა ეგეთი გამომწერი რა ანუ გამომწერი რომელსაც არ აინტერესებს ჩემი ნალაპარაკები და მარტო ერთი კონკრეტული თემით დაინტერესდა და მინდა რომ იქით იყოს ის ეგ ძალიან სასწაული პონტია რა ეხლა სახელს და გვარს არ დავასახელებ ერთი ვითომ მომღერალი ქალბატონია და ხა კვართან ერთად კიდე TikTok-ზე აღარ მინდა კიდე გავოპიარო ყველა მიხვდებიან მე გეტყვი ცალკე ხო და ბევრი ურიცხავენ ფულს იქით აქეთ ფავორე ეგ არ არის რამდენჯერ ეგი დუნაშვილზე იწა არ მიდოდა არა ურიცხავენ მე ხო არ თქვი ურიცხავენზე როგორც კი ვახსენე მისი სახელი და გვარი მოკლედ რეპერობის დროს ქეთისთან ვადაჩკორიასთან ჩავწერ დუეტი კაი მომღერალი გოგოა და ქეთისთან გავაკეთე დუეტი მაგრამ გვარი არ თქვი რა ну რა თქმა უნდა ხა პიარის და ამბავით ხო მაგრამ ну ასე შემდეგ და ესე იგი ნახვები ქონდა აურაცხელი TikTok-ზე, იმაზე, ამაზე და 50% ბლანძღავდა და მაგინებდა რომ ქეთისთან რატო ჩაწერე 50% გვარი რატო არა თქვი და ისა და ესე მეთქი ხო გემოვნებიანი პროდუქტია რო გადახვედი ხო გესიამოვნა და თავარი ხო ეგ არის და ხა მე პიარი ხოდი გავაკეთე თუ რა გავაკეთე რა მნიშვნელობა აქვს მაგეთი ხო და აი ეგ რატო ხდება რომ აი ეს ერთჯერადად მე გამოგიწერენ მაგას მივაპი რა ის თემაც რო იყო ჯობაო და საეჭვოს ერთჯერად გამოგიწერა და თუ მაგ თემებზე აღარ დადებ დარწმუნებული შეიძლება პროსტა გააფუჭოს ნახვა რა შემოვიდეს ნახოს და გავიდეს უკან რა პუნქტია და იდეაში ეგ ალგორითმებსაც არ არის კაი ხო და მე მაგიტომ მინდოდა რომ მარტო ის ხალხი მყოლ და ვისაც აინტერესებს რა ანუ ყოველთვის ეგეთ იმასე ვიდეოებს ისე ვიღებ ხოლმე რომ რაღაცა ზედმეტი ის არ შემოვიტანო მაგრამ ნუ აქტუალურ თემებზეც რა თქმა უნდა ჩავწე просто ну ეხა აგვისტო რო არის აგვისტოში ვერ გადაიღებ რა აქტუალურ თემებზე იმიტომ რომ აფერი არ ხდება აგვისტოში რასაც ვიღებთ ამ სიცხეში მაგაზეც მადლობელი ვარ აუ ჩემ მართალი ხარ მოკლედ ამდენი ხანია საუბრობთ და სპეციალურად არ მithქვას იმიტომ რომ არის ხოლმე ხშირად რომ ძალიან ხშირად ახსენებ ხალხს და რაღაც მაგრამ ხო უნდა ვთქვა ეს ყველაფერი არხი რო უნდა გამოიწერო ეს ახალი არხია მით უმეტეს და დღეს ავიდა 100 გამომწერზე პირველი 100 გამომწერია ხო ამ წარმატების გზას ასე ერთი მე არ მაქვს ჯერ გავწერ ხო და რო დავამთავრებ აუცილებლად გამოვაწერინო თორნიკეტად ის ხო ხო და მაგას ვამბობ რა რომ საჭიროა რა ეხა ზოგი როგორ არის იცი რომ აი ხო უყურებ ხო და მით უმეტეს თუ უყურებ და კიდე გამოწერე რა ანუ ხალხი ვერ ხვდება იმას რომ ჩვენთვის ნახვაზე მნიშვნელოვანი შეიძლება რაღაც ეტაპზე გამომწერების რაოდენობა იყოს რა იმიტომ რომ გამომწერების რაოდენობით შეგვიძლია სპონსორებთან გატრაკება რა აი და ეხა დასპონსორებულ ყავას დავლევდით, ეგრევე ყოფილიყო სხვადასხვა. ცხელართან. აჰა. დასპონსორებული ცივიყავები? კარგია. დასპონსორებული ცივიყავები. ბაკურიანიდან. ხო და სიცილიაზე ცოტა მომიყევი რა, როგორც იუთუბერის განცდები. ბიჭო, მე არ ვიყავი იქ როგორც იუთუბერი დასვი. მე ვიყავი როგორც YouTube არხზე მომუშავე პერსონალი. თან იმ პერიოდში დაიწყე ეს ყოველდღე დადებები და კარგი გათვლაც იყო სხვათა შორის. არ ვიცი რამდენად გათვალე ეგ, მაგრამ აი უყურე, ეხლა მე გეტყვი და მე განაგძე აუცილებლად. როგორ მეტყვა საუბარი სულ არ მიყვარს. ისა რა ქვია, კაკრას, ცოტა შეიძლება ესეთი სიტყვები ვიხმაროთ, ხომ 90-იანელი ვიყავთ, მაგრამ არა უშავს. ზუსტად ეგ იყო კარგი, რომ ჯერ ხო ისიც საინტერესო იყო, რომ ამდენი იუთუბერი სიცილიაზე მიდის, რომ კონტენტი ჩაწერონ, გააკეთონ მაფია და ასე შემდეგ და
პლუს კიდე ცალკე ვლოგები, საერთოდ ყველას ვლოგები ვნახე, ბასტოსი, იქის კოპალასი, იმასი ყველები, თუ რაღაცა გაინტერესებს რა, რომ რა ხდება, როგორ არის რანაირად და პლუს კარგად შემოვიდა ეს შენი თემაც, აი ესე შემოსრიალდა, სტუმდოგი როგორც არის ხო ბიტზე ხო? შემოსრიალდა ეს თემა. რაღაცაერთ კარგად და რაღაცა რო შეგითხრებს ხო იცი აბა ეხა აეროპორტში აბა ეხა სად არიან აბა და უცებ ხო იქ ახარ და უცებ წამოვიდა საქართველოს რეალობაში რომ ეხლა აქა ვართ ეხლა იქა ვართ ეხა აქ ვისვენთ რაღაცა და აი თითქოს არც ვლოგია ვლოგსაც ვერ დაარქმევ თითქოს ხო და რაღაცა ის ხო რაღაცა მაგრამ ძალიან საინტერესო იყო და აქ სპეციალური გათვლა იყო თუ არა არ ყოფილა გათვლა პროსტა შტატები ვიყი და მეთქი 20 დღესაც უნდა დავიწყო თქო და ლენკა მითხრა აი რო წავალ ბარემ დაიწყეო ბარემ აი ხო აი ტატიშვილების ზუსტად ბარემ დაიწყეო და ტატიშვილების სიჭკვიანი სად გამოჩნდა ხედა ლენკა რო არ ყვანდეს ცოტა უფრო უკან მიქნებოდი რა ლენკა მაგრამ ეხმარება ყველაფერში ეგ ის თემაა ხო ყველა წარმატებული კაცის უკან რა თქმა უნდა ჭკვიანი ქალით როცა მაგრამ მგონი ჩემს წარმატებული ლენკა არის ხო მე ეგრე მგონია შეიძლება თუმცა მაფიაში რო შემოხედავთ მართლა იმდე 20 წლის წურქმარებით ხართ ხოლმე რაღაც მომიჯდა ხალხი შეიძლება მართალი გონიათ ხოლმე ეჭო არა ეს რაღაცებს ერთმანეთს ემოციურად რო ვეღარ ვიგებთ ხოლმე მაშინ ბრაზდებით ამეებს რო ვერასოდეს ვეღარ ვამუღებ ამეებს რო ვერ იგებთ მე უკვე გადადიხართ იმაზე ხო არა ამას რო ვიგებთ მაგიტომ ჩხუბობთ კაკრას აკრასაც ვლაპარაკობთ მეთქი შეიძლება აქ ირევით არა ისე მაგარი უცნაური საყურებელია კაროჩე ვისაც ვინც ვერ ამუღავს მაგ ყველაფერს ხო მეც ხა რაღაცებს ვამუღებ და ასახელე ისინი ნელელობს სწავლობ რაღაცებს მაგრამ აი ეს ჭუბი რო ატყდება ხოლმე აი ესეთი იმით მარტივია ძალიან მარტივია ეგ ვინც იცის ეს ხო ვიდეოს გადავიღებ მაგაზე რა რომ აი რა რას ნიშნავს რა იმიტომ რა ვიცი დღევანდელ დღის ემოციებზეც გადაიღებ ვიდეოს გადავიღე ამას აი ხვალ გავაერთიანებ ორივეს ბაზარი არა წარმატების და გამოიწერეული იქ რო ჩამიქსო ხო წარმატების გზა გამოიწერეთ აქაც ვიტყვი და მე იქაც ვიტყვი კაი კაცი ხარ შენ. თან ხო იცი როგორ დავდივარ, აი აქვე განახით რა. მელოტები ერთად უნდა ვიყოთ, აბა როგორ დადიხარ მაგ. შეხედე, სახლის გასაღები ხო დევს? სახლის გასაღები კი არა მთელი ისა აქვს ამოგა. DJI დევს და კამერას ეს დევს რა, შტატივი თავისი იმის დასაყენებელი. ანუ ეს ყველაფერი სუთან მაქვს, რა ვიცი რა ხდება. სად მომიწევს გადახო, ეს ცოტა დავაბრუნები. ხმაურიანი არ მეგონა. არა ესე დავდივარ სულ ბევრად უფრო მარტივია და იმინა უთუბერი ხარ რა ო რა ეგერ დევს ყველაფერი თუ რამე დაგჭირდა გადაიღებ კარჩე სიცილიაზე ესე იგი მაგრა გაასწორა რა ესე იგი მაგ თემაზე კი რა თქმა უნდა და იქ ნათამაშები კიდე სხვა იყო თან მე რა ვიცი მე არაფერი არ მითამაშია იქ ვაფშე მე დავიღალე ხო ცუდად გამომივიდა ხო შენ და ლენკამ ვერ ითამაშეთ ხო ხო, მაგრამ როდესაც თამაში იწერებოდა ჩვენ და ჩვენი ერთი ძმაკაცი ვსვამდით იქ ძალიან კარგად. უკან პატარა მრგვალი მაგი და მან ორი უნდა ჩაწერილიყო და ვერ გამოვიდა იმ ბებერი კაცის ბარონის კამ ხო? ეგრე იყო, ხო. როგორც მივხვდი. როსტა რამდე შეგვეძლო გათენება ჩვენ დიაში და ვითამაშებდით კიდევაც და გავერთობოდით კიდევაც და გადავიღებდით კიდევაც, მაგრამ რატომღაც ეგრე დაგვიკიდებოდა. მაგრამ ეგ თქვენი ბრალიც არის იუთუბერების რა მართლა იმდენი კონტენტი ჩაიწერა რომ მართლა რაღაცა დაღლილები ხალხი მაფიის დროსაც ხო ეგ კი მაგრამ მოსასწრები არ გაგვიწელია რა არაფერი ანუ ის კონტენტი რამდენი ლაშამ გადაიღო 3 გადაცემა ლაშამ გადაიღო 3 საეჭოსი 3 რა ერთი წელი გადაცემა გადაიღო უბრალოდ 3 სხვადასხვა თამაში იყო რა ბლეფის 3 სხვადასხვა ხალხი შეიცვალა ერთი ეგ იყო ლაშა კი არა კალამ და იმან გადაიღეს საეჭო პოდკასტი მე გადავიღე ბასტო იღებდა იქით ვლოგს ყოყალა იღებდა იქით ვლოგს და ყველა იღებდა ერთდროულად რა ანუ ისე რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალეთ რა ანუ დრო გავთვალეთ ძალიან ზუსტად იდეაში პროდიუსინგზე მე მგონი მე ვიყავი მაგ დღეს მე ვატრაკებდი ვის როდის რა უნდა დაეწყო არა მაინც კაი იყო და მაგრამ კაი იყო აი მართლა გაი იმ სიცხეში G2 პლაშით ქუდით საყოც ეგ იქ კიდე სადაც გადავიღეთ ეგ არისო პრობლემა მაგამდე ვიყავით ტაორმინაში რა სადღაც იმ ეკლესიაში სადაც ჯვრის წერის კადრები არის გადაღებული იმისი რა მაიკლის და აი იქ იყო 38 გრადუსი შუა დღემზე არის აი 2 საათი არის გაჭერს და პლაშით და ქუდით და თან ცეკვავს აჭარულს აი ახდება აი თან მამა ფლექს ხო მამა ფლექს რო გამოვტრიალდი ეგ კადრი რო დავინახე მეთქი რაღაცა უკვე მელანდება ძალიან დამცხა სამწუხაროდ რეალობა იყო პროსტა ჩემი კაი მაგრამ კაი იყო რა და G2-ს ერთი ეგ აქვს ძალიან მაგარი რომ
მე სხვანაირად მჯერა G2-ს რა G2 პირველად რო თქვა რომ სიცილიაზე გადავიღოთ მე ვიცოდი რომ გადავიღებდით რა იქ არავის არ ჯეროდა დარშე რა მე უეჭველი დარწმუნებული ვიყავი მეთქი ეს აი კისრით გაიტანს და თავს დაარტყავს კედელს და მაინც გააკეთებს მაგრამ რაღაც მომენტში მაინც თქოს წარმოუდგენელია ხო რომ აი ესე ამდენი ორგანიზება გააკეთო ამ ყველაფრის და ეს წაიყვანო ამდენი ხალხი და რაღაც და როგორი ხალხი ყველა მაგას აი მეგობრები ყავდა რა კაი ყველა უსვასო თან ესეთი ხალხიო აუ ცოტა რთული საკონტროლო ხალხი არიან ის ხო მართლა აი ერთად არ გვიჭამია არა აი გზაში რა აი აეროპორტებში სულ ვიკარგებოდით იმიტომ რომ ყველას რაღაცა მე ყველას თავის ეგო აქვს რა და ამ ეგოებს დაყვებიან რა გეთიკით და ეგ გასაგებია ხო კი ბატონო კაი როგორც ესე იგი შენ მითხარი გდანში გადმოდი 2014-ში ხო? ხო, 2000-დან ნახალოგაში მედგრად. ანუ ესე იგი მაინც ბლატნოი კანონი თუ დაგირღვევია. არა. ჩვენებას არ მივცემ ყოველ შემთხვევაში. არა, ისეთია რომ დაგიჭირონ, მაგრამ ხო არის რომ მაინც ჯერ ნახალოგო მერე გდანიო. შეიძლება დალიე და რაღაც ბანკი გაიტანიან. არა, ბანკი არ გაიტანია, ეგეთი არაფერი არა. ჩხუბები და ის იყო, რა ვიცი. მე თან კიოკუშინ გაიკარატეს დავდიოდი. ეხა კი ჰიპი მაქვს, მაგრამ აი უღიპო დროც არ მომიდგინოთ ძალიან. ჰიპი ეს არის ძალიან კარგ თანზე ვარ, უღიპოდაც. ანუ ხელები მსუქანი არ მაქვს და ფეხები მსუქანი არ. და კარატისტი ვიყავი და რა ვიცი უჩხუბობდით რა მთელი ჩვენი უბანი თან აი. მაგრამ ძალიან კარგი უბანი მქონდა. ტყუილა დავჩხუბობდით არასდროს. აი რომელ წლიდან მქონდა ბლანჟეს თემა? ბავშვობაში ხო იყო რომ რა ბლანჟე ბიჭო და 90-იანელების 2012-ში უკვე მე რო ბლანჟე მქონდა მე კი გრძელი თმები მქონდა და ბლანჟე. მითუ. აუ ერთხელ ძალიან ცუდ რაღაცას მოვყვები თუ გინდა. კი, აუცილებლად მინდა. აუჩე ცისფერი შარვალი მაცვია რა. რაღაცა ცისფერი შარვალი მაცვია. skate shoes-ები რეპერივით მაცვია რა. რაღაცა ზედა ნიუ-იორკის ის ჟაკეტი და კეპკა რა. და მწვანე სათვალეები რა. რეპერივით მაცვია, ოღონდ ლილ ვეინივით მაცვია. აი, სხვა რეპერივით არა რა. აი მე ლილ ვეინივით მოვდიო. და გლდანიდან ამოვდიოდი. და ამ ცისფერი შარვალი, ეს ცისფერი შარვალი კარგად წარმოიდგინე, რომ ძალიან ცისფერია რა. ვიღაც ტიპი დამეჯახა და პროსტა აი ცუდ ხასიათზე ვიყავი და შეუტრიალდი და ხეთქე რა. აი თან ბლანჟე გაქვს და გრძელით. თან ბლანჟე მაქვს გრძელით და ცისფერი შარვალი მაქვს. ეს საინტერესო და მწვანე სათვალეები. კაროჩე ხო ხეთქე ამას და ატყდა ჩხუბი აი რაღაცა სასწაული ჩხუბი ატყდა რა ბევრი ადამიანი ჩაერთო რა ვიღაცები გაშველებას ცდილობდნენ იმათ იქ მოხვდათ მე იმათაც ჩხუბი დაიწყეს მე რატომ ერთხელ ხესო და კაუჩი ალია ქოთია და მოვიდა პოლიცია აი პოლიცია მოვიდა შეუმხედეს ამ ცისფერ შავლიანს გააჯმევინეთ ამის ბრალი არ იქნებოდა და გამომიშვეს და გამოგადგეს დანარჩენები არ ვიცი ის როგორ დაუმთავრდა ცხოვრება მე მოპატით ჩემი ბრალი არ იყო ეგ კანონდარღვევაში იდეაში ეგითვლება რა პროსტ მანდის ხეს ხო ეგრე გამოჯმენება არასოს გამხარებია აი ვაფშე არ მქონია პრობლემა მე გავაჯვა ხო თან კაი ვა გასწორა კაია კი ბატონო რა ეს ცისფერ შავალი იყო რაღაცა კამელეონი ვიტყვი. ხო არა, იყო რა 90-იანებში ხა მithunეს მეც მაშინ რეპერობ რო დავიწყე იყო ეგ პერიოდი რომ აბა გაგვირეპე და რა ხო ხდები მithun რაღაცა და ის რომ ხა თამად არ უარი ხო არაჩერებ ქუჩაში და აბა ითამადე, მაგრამ რეპერებზე და იმეებზე და რაღაც ამ ტიპებზე ქონათ რომ აბა გაგვირეპე აბა ისქენია ტელევიზორში ჩანდა ყველა ეზიზღებოდათ რა მე ეგრე მგონი. იმიტომ რომ ჩვენ მანსანკას თამაშობდით და მიდი აბა რამე შუტკა თქვი ჩვენთანაც იყო ეგ რა. აბა გამაცინე გაგვაცინე გაგაცინე და სადღაც რომ მიდიხარ სულ შეგზნება აქვს ხე სუპრაზე რო ჯდების ხო აქვს ეგრე შეგზნება ელო შემონა იღადაოს ეხა და რაღაც ხო უეჭველი მაცალე ცხოვრება ხასიათზე ხარ არა ხარ უნდა იღადაოს ვა ბებიის გასვენებაში რო ხარ იქაც ეულდებიან რომ მიდი რაღაცა კენი ეხა რისთვის მოვედი შოუ არ რა შოუ მოსეულო შოუ კაი მოდი შეგადგან ზოგად საგანმანათლებლო რა მაგრა გამოთქი არხი გაქვს რაღაცა საინტერესო კითხვებს დაგისვავ და კიდე სხვა მხრიდან გავასწრებ შენი თავი ხალხს. როგორ ფიქრობ სამყარო რა სიტყვის ჩვენგან? მე მგონია რომ თუ აი მე ვარ რელიგიური მორწმუნე ადამიანი რა. კი ბატონო. მართლმადიდებლობაში თავით გადავარდნილი მოვნათლე დღეს უნდა დავდო ვიდეო ვიღაც კაცი რომ მოვნათლე მაგაზე ისტორიას დავწყებ. ხო, ეგ დაიგე. კაროჩე თუ მაგ ყველაფერს გავთიშავთ. ხო.
აი სურო რელიგიები და აი დაუშვათ ღმერთი არ არსებობს რა დაუშვათ. სამყაროს შენგან ნეგატიური რაღაცა არ ჭირდება რა სამყაროში ანუ როდესაც ადამიანი რაღაცის მიმართ ხარ ნეგატიურად განწყობილი ამ ნეგატივს ასხივებ. ამას რო ასხივებ შენს გარშემო ადამიანებზე ვრცელდება. და მანდან გამომდინარე მე ეს ადამიანები შენ გშორდებიან რა იმიტომ რომ ვერ გძნობენ თავს კომფორტულად რა აი ხო ყოფილიყარ ვიღაც ადამიანის გვერდზე ვისთანაც იმენ არ გინდა რა ანუ არ იცი რატომ არა არ ქსიამოვნებს რა იმასთან ყოფ ხო და აი მანდან გამომდინარე მე მგონია რომ სამყარო ჩვენ გაინთხოვს უბრალოდ იმას რომ უფრო მეტი დადებითი ენერგია გამოუშვათ სხეულიდან მეტი პოზიტივი მეტი პოზიტივი ძალიან ცუდად ჟღერს აი პოზიტივიც არ გჭირდება უბრალოდ რაღაცა მოდუნებულები ჩვენ უნდა ვიყოთ მოდუნებულები რაღაც ეტაპზე უნდა მუშაობდეთ რაღაც ეტაპზე და უნდა ვასხივებდეთ დადებით რაღაც ეტაპზე და ჩვენ როცა მუშაობთ მაშინაც ნეგატივს ვუშვებთ როცა მოდუნებულები უნდა ვიყოთ მაშინაც ნეგატივს ვუშვებთ იმიტომ მოჭიმულები ვართ თქოს ხო და ეს მე მგონი ქართველებს გვაქვს ეს პრობლემა მარტო რა დასვენება არ ვიცით ეს ხო რა აი რაღაცა სულ რაღაცა იმაში ვართ რომ აი რაღაცა ხდება არ და არაფერი არ ხდება დაჯექია და ისვენე რა მოდუნება უნდა ვისწავლოთ და ნეგატივის დაკიდება. პასუხი მიღებულია. კონკრეტულად ცხოვრებისეული მიზანი რა არის შენი? რომ მოვკვდები ვიღაცა თქვას, რა კაი ტიპი იყო. მეტი არაფერი. მეზე არასდროს არ მიფიქრე. კონკრეტულად ადამიანობაზე ანუ ხო კაი ტიპი თუ კაი იუტუბერი იყო? არა, ეგ არ მაინტერესებს, რომ აი ერთი ადამიანი მაინც უნდა იყოს დედამიწაზე ისეთი, ვინც იტყვის, რომ კაი ადამიანი იყო რა. მაგას მიცემნია რომ არც ერთი ისეთი იყოს ვინც იტყვის რომ ცუდი ადამიანი იყო. ხო, საპირწონეთ ესე. მავნეჩვევა რა გაქვს? იმის გარდა რომ სიგარეტს ეწევი ხოლმე იმაში გადაცემებში. სიგარეტი ყველაზე მავნეჩვევა არის ჩემი ამ. ეხლა უნდა დავნებდე. ძალიან ბევრ მომენტში მგონია ხოლმე რომ სხვისი აზრი არაფერს წარმოადგენს ხოლმე ჩემს აზრთან შედარებით რა. და მე ვფიქრობ რომ ეგეც მავნეჩვევაა რა, აი ვერ ვისწავლე სხვისი აზრის კარგად გაგება რა. გაგება. აი მგონია რომ რაც არ უნდა თქვას, ჩემი აზრი აჯობებს. მაგ ჰოროსკოპით რა ხარ? მერწყული. ხო, მე ჰოროსკოპში მაგრა რო კვირდა. მე მერწყული შუჯდება მაგაში. არა, ეს ლომი არისო, ეგეთიო ყველა მაგას. ლომი ძალიან მოსიყვარული არის ზოგადად და უყვარს ეს პირველობა და რაღაც ესეთი რაღაც. არა, მე არ მიყვარს ეგ, მაგრამ ნუ ეგ შეგრძდება მაგ ხოლმე რომ ვიღაც ადამიანი რომ მელაპარაკება რაღაცაზე, რაღაცაზე რომ საუბრობთ. ერთი და იგივე აზრზე რო ვართ. იმან რაც არ უნდა თქვას, მე მგონია რომ მე უფრო მაგრა ვიძახი რა. ეგ ადამიანურია მინდა გითხრა. შეიძლება ცოტა ეგოისტურია, მაგრამ ადამიანურია, მაგრამ მავნეა რა მაინც. რა შეგვიძლია იცი მაგალითად რომ მოვისმინოთ და გავითვალისწინებთ თუ არის უკვე ჩვენზე დამოკიდებული. შეიძლება ბევრად კარგ რაღაცას ვთავაზობდნენ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ ჩვენ თვითონ ჯობია წავიდეხოთ ცხვირი რაღაცაში. როგორ თუ რაღაც ბრუტალური არ იქნება ღმერთმა დაგვიფაროს თორე. კი, მაგაში გეთახმები. დაუშვათ შეცდომები და მივხვდეთ ჩვენ თვითონები და მე უფრო უკეთესად გავაკეთოთ. ვიდრე დაუშვათ შეიძლება ხა იმას ესია გავლილი და ესე მოუწია, მაგრამ შენ შეიძლება სხვანაირად შეიძლება გაიარო ეს გზა. პრინციპში. ხო, ანუ ვიღაცებზე მეტი კი არ მგონია ხოლმე. არა, მხვდები რასაც ამბობ, ხო. უბრალოდ რაღაცა ეგეთი დამოკიდებულება მაქვს. შენ შენებურად უნდა გააკეთო და ძალიან სწორიც არის. ყოველთვის უფრო სწორია, რომ შენ თვითონ მართლა აი როგორც ცხვირი წაიმტრიო რა. ეხლა მე სიგარეტზე თავის დროზე მეჩხუბებოდნენ, მამაჩემ მეუბნებოდა რომ არ გინდა ნახე მე და ორჯერ მეც უბერავდი, ხო? ხო. და ანუ არ აქვს მაგას აზრი რა. ჩვენ თვითონ თუ არ ვისწავლეთ ცხოვრებაში რაღაცები, ისე სხვისი ნათქვამი რჩევა არ გუშველის რა. შენ ხო იცი. მე თუ არ რო იზრდები მე უფრო ამუღავებ. მე თუ არ ვიცი. აი მამაჩემი რას იძახდა მაგას მე ვხვდები რა. ეხა ერთი რაღაცა მინდა დავსწინო, ეხა კითხვებს კი გავაგზავნე და ჩვენ საუბარს, მაგრამ შეიძლება დაუმშვიდობებლად გაითიშოს, იმიტომ რომ ეხა კამერის უკან არავინ არ აქვს, შენ ეგრე წვალობ ხოლმე ხანდახან. მივიდე. არა, ის რას აღვრიშთავ ეხა რომ შეიძლება გაითიშოს, რატო იცი რომ საათი და 20 წუთი სადღაც ესე არის დრო რომ ჩაიწეროს 4 კარომა ხომე ჩართული და რა დროს გაითიშება კაცშვი მარიცის, იმიტომ რომ ისე საინტერესოდ საუბრობთ. რომ შეიძლება უცებ სკოპ გაითიშოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს საათი და 20 წუთი რაც იქნება, არაფერს არ ამოჭი და საინტერესო საუბარი იქნება. ხო ესე? იყოს ეგ. გამარჯობა. მე არ მაწყობს. ხო მოდი ხარ ავანტიურაზე. ეხლა რო თქვა რომ არა ისა მომიჭერი. კაი, ყველაზე გარდამტეხი მომენტი რა იყო შენ ცხოვრებაში?
აქსევდიანი მუსიკა დავოდო? ხო რა. Короче, ომის პერიოდში მომიწია ომის სიახლოვეს ყოფნა. და იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გარდამტეხი ჩემი აზრით რა, იმიტომ რომ მაგის მე თბილისში რო ჩამოვიდა, ანუ დედა ჩემი და მამა ჩემი ცხინვალში ცხოვრობდნენ. ანუ იქ ცხოვრობდით ჩვენს რა, ჩემი პირადი ნომერი იწყება 5000-ით. ალბათ არავის რო არ გაუგია ისეთი პირადი ნომერია, იმიტომ რომ ნუ ცხინვალში ვარ წაწერილი. ხო და იქ რო ცხოვრობდნენ, იქ ხშირად დავდიოდით დაასვენებლად რა, იქით მხარეს. ბოდიში, ხო და იქით ვიყავით 2008-ით რა. ვა. ხო და რაღაცა ნეგატივები იყო რა. და მანდ ჩამოვედი თამაში პატარა ვიყავით 13 წლის ვიყავი და 13 წლის ასაკთან შედარებით ბევრად უფრო ცუდი რაღაცების ადრე გატესტვა დავიწყე სხვა ჩემს ცხოვრებაში. ვიდრე ისე დავიწყებდი რა, მან ფსიქოლოგიური ის ქონდა რა. რამაც უფრო გაგზარდა ხო? ბევრად ხო რა თქმა უნდა. ისაკენ თუ გინდა. ავა. წყალი ხوار მოგიტანა? არა. ეს მაინც ტკბილია ხომ ეს მაინც და მე არ მეზარება ძმა, კაი ხალხისთვის. არც მე არ მჭირდება ეგ. კაი ხალხისთვის. ხო და ნუ აი ეგ იყო რა. მე ფსიქოლოგთან დავიწყე სიარული და აი ფსიქოლოგმა ვაფშე გამზარდა. თან როგორ იყო იცი, მე 5 წელი შევედი სკოლაში, 2000-ში შევედი, მე ვარ 95-იანი. აჰა. 2000-ში შევედი სკოლაში, მანდვე დავიწყე მოწევა. სკოლაში. ხო, მე მეორე კლასს გადავახტი, პირველი და მესამეში გადავედი და მესამე კლასში რომ მივედი ვიყავი 6 წლის. პატარა ვიყავი ყველა ვარიანტი, შეიძლება ვიღაცებზე უკეთესი ვიყავი და მაგიტო გადამახტუნეს რა, მაგას მეუბნებოდა დედა ჩემი და მასწავლებლებიც რა. ვერ ვაჩერებო ამას. აქო და ჯობია გადაიყვანოთ ყველაფერი იცის. ახლა ფეხები ვიცოდი არ ვიცი. ხო და მაგიტო ვიყავი ყველაზე ჭკვიანში მე. ხო და სიგიჟე იყო ეგ რა, არასდროს თავისი ასაკის ხალხს არ უნდა ჩამოაშორო ერთი ადამიანი რა, რაც არ უნდა განვითარებული იყოს იმათაში და ჯობია მაგას მიეჩვიეს რომ იმ ტიპებში არის განვითარებული, ვიდრე ვიღაცები უფრო განვითარებულებში რო გაიჩითა, მე რაღაცების სხვანაირად კეთება მიწევდა რა. ანუ აი დაუშვათ 15 წლის ადამიანი რო არის, ჩემ გვერდით 15 წლის უკვე კაი მოშნა დიდია რა და 13 წლის არ არის ეგეთი დიდი. და 13 წლის ბავშვს რო უწევს რომ 15 წლის ბავშვით მოიქცეს, სიგიჟეა რა. აჰა. კი ბატონო. მან გავიჭედა მე. არა უშავს, კაცო, არა უშავს. დავჭი 12 წლის ბავშვად საბოლოო ჯერ. სამაგიეროდ, ნუ გამოცდილება და რაღაც ხო, გამოცდილება გროვდება რა. შეგემატა. თავისუფლება რა არის შენთვის? ვაჰ. რაღაცნაირი ისეთი კითხვა არის რა. თავისუფლება არ ვიცი, აი მართლა არ ვიცი რა. თავისუფლება აი როდესაც ნუ ეხა იმას არ გულისხმობ რომ შეყვარებულმა უნდა დაგაბას სახში იმით ზოგმარიცის რომ არა. ხო ხტები იქით არ გაიხედო, აქეთ არ გაიხედო. არა, ეგეთ რაღაცებში მე ანუ ზოგადად ურთიერთობაში ვფიქრობ რომ ორივე ადამიანი ერთგული უნდა იყოს რა. მე ძველმოდური ყაიდის ადამიანი ვარ რა ცოტა. რატო ძველმოდური თუ გიყვარს ადამიანი ეგრეა და ეხლა. ბიჭო, ახლა არის ხალხი ვინც იძახია რომ ერთმანეთს. არა, ძველმოდურიო და 50 წლისა ვარ და მაინც რა. ხო რა. ხო დაგიწერე კიდევაც გადაცემაში. ხო ბიჭო, 51 წლის არ მეგონი, მართლა არ მეგონი რა. მაცივარში მძინავს ხო? ოღონდ სხვა მაცივარში. კაი შენახული. სხვა მაცივარში. კაი შენახული ხარ მართლა. ო არა, ეგ თავისუფლება არ არის რა, ანუ ეგ არ არის თავისუფლება. ზოგადად შეყვარებული როცა არ ყავს ადამიანთან. მაგ დროს ასაკეთებს ეგ თავისუფლება გადაგდის მე სივილიზეში ნამეტად. მამუკა ჩარკვიანა რა მიპასუხა იცი მაგაზე? რა, თუ გაინტერესებს. ზოგსო თავისუფლება გონიაო, სtildeობიანად რო გითხრა რუსთაველზეო, მანქანაზეო, მანქანის კაპოტზე რო გაშლიან და იგულავენ ზოგის ეგ არის თავისუფლება. ხო, აი ეგრე. მამუკა ჩარკვიანს დავესესხები მაშინ. და ზოგისთვის შეიძლება თავისუფლება იყოს რაღაცა მთაში რო არის დამოყრიალებული და ვარსკვლავებს რო უყურებს ღამე. ისე ეხა არ ვიცი რამდენად დაფიქრებულ ხარ მაგაზე, მაგრამ მომენტებში ეტყობა წლებში შედიხარ ადამიანი თუ რაღაც და ამ ბოლო დროს რა ფიქრები მოწვევს ხშირად? რამდენ მაგარ მომენტს უმაზავთ ცხოვრებაში რა? აი მაგალითად 2 საათამდე, 3 საათამდე გძინავს, იმიტომ რომ დაღლილი ხარ. ამ დროს 6 საათზე, 7 საათზე ამოდის მზე, რომელსაც იმ მზეს მაგალითად ზოგი საერთოდ შეიძლება ვერც ხედავდეს და ცხოვრებაში დანახული არ გქონდეს. და ჩვენ ამ დროს გძინავს და წამოკოტრიალებული ხარ და არ უყურებ. იგივე მთვარის თემა იღე, ვარსკვლავები და ნუ ძალიან პირობით ისეთ რაღაცებს ვამბობ ახლა, რომ აი მაგათ ხო შეგვიძლია კვირაში ერთხმაც ბუნებაში გავიდეთ და რაღაცა შევიგზნოთ ის ბალაღზე ფეხში შვილი გაიარო, ბუნებასთან ახლოს იყო, მაგრამ არა, წეღარო აღნიშნე რომ მოჭიმულები ვართო, სულ აბა რა გადავიღოთ, რა გავაკეთოთ, სად ვიმუშაოთ, როგორ წალ, იმიტომ რომ არ ვიცი, ცხოვრება მოიტანა თუ რა არის, მაგრამ რაღაცაერთ აი ეს ყველაფერი გვაკლია და თითქოს აი ვითომს არაფერი რა. დაფიქრებულ ხარ მაგაზე?
კი, დავფიქრებული ვარ და ისიც გააზრებული მოხდა, რომ სანამ რაღაცა გვაქვს იმას ვერ ვაფასებთ, რომ კარგა, მერე ვა ის რა ყოფილა. აი ეგაა ცანცი რა დამოკიდებულება გვაქვს არასოდეს. მე მგონია რომ ბავშვებს უნდა ასწავლონ ყველაფრის დაფასება რაც გარშემო ხდება რა. დღეს ბავშვი დაიბადება ეგრევე ჰა პლანშეტი და არ შემაწუხო ჰა მობილური და იყავი შენთვის. და ეგ ნიტვარი ძალიან ეგეც ეგრე არის ყველგან ეგრეა რა რო შეხედავ. ბიჭო არა ჩემი დიშვილები არ არიან ეგრე რა ეხლა არანაირი პლანშეტი იქ. ეგ კარგია. და ჩემი ყოველდღიურად მიდის რომ როდესაც დავუშვათ ჩემი დასამსხვრში ახალმე და ჩემი სიძე და ჩემი ცდილობს რომ ბავშვებთან იყოს რა რომ რაღაც ადამიანურად გაიზარდონ და არა гаджеტურად რა. რა კაი ბავშვობა ქონდა, შვიდქვაობანა. რეზინოვანოს თამაშობდი ხომ გოგოებთან ერთად სიავნით ვიდექი ხომ ეწრეში. ეხა ცუდი აზრები არ მაწუხებდა. მე რეზინოვანა არ მე ანუ აი ესე რეზინა. ვიცი რომელიც ხო, აკეთე და გოგოები ხტუნაობდნენ ესა და გვიხაროდა ხოლმე. და ერე დამალობანა და უმობანა. ხო, წრეში ბურთიც, მაგრამ ცხელი კარტოფილი და რაღაცები. დავიჭერდი ხოლმე ამ ბურთს და დღეს რო ესაუბრე ბავშვებს მაგაზე ვერ ხვდებიან რა წრეში ბურთი და რა კასეტა და ფანქარი ერთად და რაღაცეები ხვდები რა. არა დრაც მე დაჟე ლექსენის დისკები მქონდა კასეტა. ხო ნუ ლექსენიც უკვე მერე ხო ისე შემოვიდა რომ მაგაზე დაჟე მეცაც გეტყვი იმ პერიოდში რეპეროვდი მეც სანამ ჯერ კიდე ლექსენი და თემები იყო და როგორ ვაკეთებთ ხოლმე ფონოგრამს იცი ორკესტრები ხო იყო ხოლმე და აუტრო და ინტრო იყო ხოლმე ამოვჭდით ხოლმე მივაბავდით იმიქიდან აქედან და ესე და მე ერთმანეთზე აბა სად იყო ეხა შეაგდებ და პროგრამაში გადააბავდა მაშინ სად იყო ეგ თემები არ იყო ისე რა ადრე მაგარი რთული იქნებოდა ყველაფრის კეთება და ეხა მე შენ გეტყვი ეხა შენსაც ააწყობდი ემინემი სნუპი თუფაკი ანუ ინსტრუმენტალები რაც შემოყრილი იყო და რაღაცა და დავაი მიდიოდა მაგაზე თემა და მე უკვე გაიჩიტა უკვე ეს კაბუმ ვისკლავ შენ და რაღაცეები რო გაიჩიტა და ნუ ცხონებულ შავპრინცზე და მაგ თემებზე აღარა მაქვს საუბარი უკვე ზოგი რო იძახის მაგალითად საიდანაც შეიძლება გადახვიდე მაგრამ ნუ პოდკასტური თემაა და ხო ზოგი რო იძახის ხო მაგალითად რო აი კომერციული იყო შავი პრინცი თავიდან რო ჩამოვიდა აქ და GPS მეორე корпуსში რო ერთობლივი კონცერტები გქონდა მეც მაგ დროის ვარ ისეთი მიმდინარეობა ქონდა რომ შეიძლება ტიპები გაგიჟებული იყვნენ რომ ჯერ კიდე მაშინდელი ანდერგრაუნდი რაც იყო რა მაგრამ მე უკვე რომ მიხვდა რომ რა ქვია რა თემები იყო გადავიდა ამ შალაკ უკალელაზე და ისეთ რაღაცებზე რა ნუ სიტყვის მასალა ეს ჩუნგაჩანგები მე ძებნილები რაღაც და უკვე თორე ხა როა იყო მაშინდელი ძებნილების ჯერონიმო და ეხლანდელი ჯერონიმო როა იყო ძმა როგორც სადადედან მიწადო სულ სხვა თემაა ვაფშე მაშინ ძალიან ანდერი იყო ჯერონიმო ჩემი აზრით და მაშინ მე კომერციაზე ხო გადავიდნენ ამ ჩუნგაჩანგებს რაღაცებს და ეხა ტიპი ვეშებს აკეთებს არ ვიცი ძმა აი რაღაც ციგნი წაგიკითხია და რა მართლა სერიოზულ კაი ვეშებს აკეთებს რა ჯეროზე თუ საუბრობთ ჯერო ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი კაზი რო ახსენე მე კაზის პირადად ვიცნობდი დუეტებიც ქონდა და ერთობა ესეთი თემა გავაკეთეთ მაგრამ მიკურს შენი ისენი როგორ არ ვიცი ყველაფერი ანუ მართლა მიკურს ანუ თოკაფეს სახელით რეპეროვდი ხოლმე ბიონსე შეიძლება იცოდე ეგ სიმღერა ბიონსესთან სექსი მინდა ანუ ეგ მედო ეგ იყო ეხაც TikTok-დაც მაგარი გატრენდილია ოღონდ ბევრმა არ იცოდა რომ ეხაც გინდა ან ეხლა რაღაც მინდა აცი გვარი მწერია მაგრამ ეხლა რაღაც მინდა კაც ჯეიზი გვიყვარხარ თან მაგ ტრეკში მაქვს იზღება ჯეიზი თან მაგ ტრეკში მაქვს რომ სულ გავარტყი ჯეიზის თუ ბიონსი აქ მიზის მეთქი მაგ ტრეკში მაქვს და რა და 2007-ში რა ვიცოდი რომ ბიჭო არა მაგრამ მიყურს მართლა მაგრამ მიყურს რა რისი ბრალია მაგას თუ ვერ ხო არ ვიცი თან დუეტები თუ გქონდა კაზისთან და იმასთან უნდა მწოდნო და ჩემი ბრალია ერთი პერიოდი ცენზურა იყო ხოლმე მაგასთან ერთად კიდე ცენზურა ვიცი ხო და გამდისეს დაჟე ნუ იყო გამდისეს როგორ ეხა რო დისები ეგრე მაშინ რაღაცა ვიღადავით და დაბადების შუტკაო დაბადების დღის საჩუქარიო დამიდეს 31-ში დაბადების დღე მე ვითო მაქინიდან გავდის და რაღაცები იყო რა მაგრამ ის სხვა დამოკიდებულობა იყო და თბილი პონტი იყო ის არ იყო რომ აი ქუჩაში დაგხვდები და კი არ იყო ხადაობა შენ ვერშებზე პრესივით კინე და სიცილი და რა ნუ რაღაც ისეთი ის მეგობრული დისი იყო ასეთი და არა ის რომ აი ეხლა როგორც მიდის რა პინგ-პონგივით აგეთიქით ეგრე არა ცოტა კი ჩასმარდა ბიჭო არა კაია დისებიც რა ხანდახან ხო და შენ ვინ გეოსება რეპში ვაში ზოგადად ქართველებიდან ბიჭო აი არ ვიცი რა ძალიან ბევრი მევასება რა ესე გამორჩეულად ვერავინ ისე შავპინც უსმენდი ზოგადად უსმენდი ხო აი ხა მაგალითად ცენზურასაც უსმენდი
მართლა. ხო, ცენზურა დასავლელის ტრეკები არის ჩემი აზრით ალბათ საუკეთესო ინსტრუმენტი. როგორ არ გადავიკვეთეთ მართლა. მართლა მიგვირს. დუშეთში მაგ ძმა კონცერტი გაკეთებული, რომელ წლებში არ ვიცი გაგეცინებ, ხა დასავლელი კაზი, ვინ აღარ მყავდა წაყვანილი ცენზურა, რეპერები იმაში რა ვქია, დუშეთში წარმოედგინე და რა მაგარი კონცერტი ჩავატარეთ. ისა, სინკა და ვინ აღარ მყავდა. სინკას და დუეტიც მაქვს მეც. აი კიდე იგივე კითხვა, აი კახასთან თუ გქონდა შენ დუეტი, მე ამას ვერ წარმოვიდგენ. კახას პირადად თან იცი რა პერიოდში? იცი რა პერიოდში? ბაზაში რო იყო? არა, ბაზამდე ჯისოულ ჯაზის თემა რო ქონდა და მე ნონ-სტოპ რეპერებში ვიყავით, ცალკე გამოვიდა და მე აქეთ გამოვიდი რაღაც თემებში ვიყავი ნონ-სტოპიდან და ერთად გავაკეთეთ დუეტი. მაგასთან სახში ვიყავი გასული და კიდე ვინ იყო იცი ჩვენთან იმისი ქსელიდან იყო ვაიმე ღმერთო ბაგირა არა კაცო ბაგირა ძმა ციბო იყო მაგ მოსული კი და მაგის ინსტრუმენტალი იყო მე მგონი და ეხლა ზაზას საერთოდ ნოზაც საიდან ვიცნობ იცი აი ამ ხელა რო იყო რომ პირველი ტრეკი რო გააკეთეს ცეცხლანოთფებიან და რაღაცა და გამომიგზავნა რომ შენი აზრიო თოკო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ გამოცილი ტიპი ხარ და აბა პირველ სამ კაცში ვიყავ ვისაც გაუგზავნეს გაურჩე რომ აბა როგორია იმდენ მნიშვნელოვანი ის ქონდა წარმოედგინე რა და როგორ არ გადავიკვეთეთ ზოგადად მართლა მაგრამ მიგვს თან თავი ეხლა გადავიკვეთეთ და ახლა ხო შედობა ამეთ ხوار გაჭირდა თავი ეხლა გადავიკვეთეთ და კაია და ზოგადად ხო გეუბნი წეღანაც რო გნახე როგორ შეგზება მქონე ეს რაღაცა მაგარი ბავშვობის მაკაც რომ ნახე ბიძაშვილს თუ რაღაცა და ყოველდღე რო ვიჩიდები ხომ მეკუთებს რომ ამოვაგდებს და აბა დღეს რა გვაქვს ჩავთო და თან როგორ უყურე შეიძლება ეგრევე ჩავთო და ეგრევე არ უყურო ბოლომდე მან დავშად რაღაცა უყურე ხო რაღაც ნაწილს და აი დავშად გავედი სადმე რაღაცა აი ტვინში ბიზის რომ მოვალდა სანამ რაღაცას ხური ბოლომდე უნდა გავიყვანო ეს მაგ რა რომ მაინტერესებს რომ რაღაცა ხوار გამოუტოვე მოხდები რაღაცა ის სუდი რაღაც გავაკეთებ მგონი რატო აი დროს ვაკარგინებ ხალხს არა სასიამოვნო თაკარგინებ სასიამოვნო მართლა შევწყო კაი ნუ ეხა მეგობრობაზე უნდა მესაუბრ მაგრამ მეგობრობის ამბავი შენი ჩანს ეხა ისედაც როგორც და რანაერთაც ხართ და დიდად ეხა მაგაზე არ დაგაკარგინებ დროს, მაგრამ რამდენად რისკიანი ხარ ხო? თუ გენა მეგობრობაზეც ვისაუბროთ, არა პრობლემა, არა, ვიცი რომ კარგი მეგობარი ხარ, ესე რასაც ვხედავდა. ბიჭო, ხო, რა ვიცი. ვიღაცებისთვის რა თქმა უნდა კარგი მეგობარი ვარ, ვიღაცებისთვის ცუდი მეგობარი ვარ. რა თქმა უნდა, ხო ისაა რა. ყველა ადამიანი ხო სხვადასხვანაირად აღიქონს. ეგ რა თქმა უნდა. და ეხა შენთვის რომ მე რაღაცა კარგი გავაკეთო, ვიღაცა ადამიანი დღეს გავაკეთე უკვე. ვიღაცა ადამიანი იტყვის რომ პროჭიო დატეშვილთან როგორ მივიდა. ხო რა, ანუ რაღაცა ეგეთი დამოკიდებულებები. მე უკვე ვხედავ ამ ყველაფერს. ლენკას მხრიდან მივიდაო, იმიტომ რომ ისიც დატეშვილია. არა და ლენკას პირადადაც არ ვიცნობ. ხო, რაღაცას იტყვია რა, ანუ და ეგ მაგ პონჩი ხო ვერასდროს ვერ გაიგებ ვინ როგორი მეგობარია და ვინ როგორი ისაა რა. უბრალოდ შენს პირად იმას უნდა ენდო და ეგ არის რა. მე ალბათ ვფიქრობ რომ კარგი მეგობარი ვარ. მეც ეგრე ვფიქრობ. მაგრამ ძალიან ტვინის ბურღი ვარ რა, აი ძალიან ტვინის ბურღი ვარ, აი ყველაფერს გვერდში დაუდგები, ყველა ადამიანს, ვისაც დაჭირდება და ჩემი მეგობარიც რო იყოს, მტერიც რო იყოს და რომ ითხრას დახმარება მჭირდება, დავეხმარე. მაგრამ მე თუ მოვიწყინე, აი შანსი არ აქვს იმათ. მე რო ვიწყენ, მე რთვება ის დეპრესიული თუ ეგ სიტყვა აყლიოზია რა, აი სხვა არაფერი არ ჯდება მაგას. და ვიწყებ ლაპარაკს. ოღონდ ლაპარაკს ვიწყებ გაუჯერებ 1 საათი ნახე ათათათათათათა შენ პახმელიაზეც ეგრე იქნება რომ გამოხვიდე ხო არა პახმელიაზე იმენა უყდარი იბრიდები ხო და ეგრე რომ ლაპარაკობ ხომ ძალიან ტვინის ბურღი ვარ რა რთული ასატანი მეგობარი ვარ ჩემი აზრით კარგი ძმაო ყველას თავისებური თემაა კაცო ეხლა ეგრე რისკებში როგორ ახარ შამპანოვის სვავ ხოლმე თუ გამოთქვა არ მიყვარს რისკი რა ანუ რისკს გააჩნია თუ გათვლილი თუ არ არის მაგას ანუ რისკი ხო უნდა იყოს ლოგიკური რა აი ხა დავუშვათ მე რო 1000 ლარი რო გავაქავნ და რაღაცა თამაშზე დავდო. მაგაზე კარგად გამოგლანძღეს შენ ხო იქ შენ? ხო, მაგრამ ნუ ანუ მაგაზე რო დავდო. ეგ ხო გათვლილი რისკი არ არის. იმიტომ რომ თამაში რაღაცაზე თან 7-0-ზე. ხო, არა ბიჭო, აი დაუშვათ ბარსას მოგება რეალთან თუნდაც რა. ხო. აი ეგ გათვლილი რისკი არ არის. მან შენ არ იცი პროცენტულად რამდენი შანსი გაქვს. ტოტალიზატორი კი გაუგნება რამდენი შანსი გაქვს, მაგრამ ანუ ეგ არ არის დავაჯერე. ხო და ეგ არის გაუთვლელი რისკი. ამიტომ გაუთვლელი რისკები არ მიყვარს. მაგრამ მე თუ ვიცი რომ რაღაცა საქმეს დავიწყებ და შესაძლო ყველაზე ნეგატიურ ვარიანტში ის ფული წავაგო, რასაც ვდებ, ანუ ბიზნესის ფონდში დავუშვათ რა. ჩავდებ რა, თუ მაქვს გათვლილი რომ შეიძლება რაღაც წარმატება მივახციო 5% მაინც თუ მაქვს მაგის შანსი, შეიძლება ვქნა. თავარია რომ ანუ ვიცოდე რა შემთხვევაში რას ვიზამ რა.
აუ რა ვერაფერი ვერ გაიგე. არა, კი, შენ გიყვარს, ანუ მოზომილად რო იცოდე რა ის ყველაფერი რომ რა ამბიცაც გადადგავ რა ის მოყვება იმხელებას რა. თუ კაროჩე ხრამში გადავარდები, ვიცოდე რომ ხრამში ვარდები უეჭველი რა. შეიძლება მაგ დროს მაინც გავრისკო. რაღაცას მაინც ჩამოეკიდო, რაღაცა იცოდე რომ ხო, ბაზარი არის, კი, კაცო. მე როგორც აუნა მითხრას ადამიანებმა, მე მაინც დავალაკებ ისე რომ გამოვიყვანაც, მაგას არიერი. აუ რა მაგარი. ოკეი, მოგწოდე. შენი აზრით, რამდენჯერ მოდის სიყვარული? მაგ თემასაც რო არ შევიხოთ რომანტიკას არ შეიძლება. ელოშა დავანახოთ სხვა მხრიდან. რაღაცნაირია. აი მაგალითად ხო ხარ ხა შეყვარებული? კი. რამდენი ხანი ერთად ახართ? 2 წელი. 2 წელია. აი მაგალითად იქამდე რამდენი ხანი იყო ისე რომ ხო არის მე მაგალითად ეხა ვარ ესე. 2 ოფიციალური ძოლი მყავდა, ოფიციალურ საზღვრის ხო ხელმოწერი ჯვისერი შვილები მთელი ამბავი და არაოფიციალური რამდენი იყო. ხო ხტები როგორც არის ხოლმე, მე ყველა მაგას აღარ აფთიშო. ხო და შენ როგორ თვლი მაგალითად რომ რამდენჯერ შეიძლება ეწვიოს ადამიანს? ეხა მაგალითად შეიძლება რომ ზოგმარო ვიცის რომ აი ერთი მყავდა და იმის პერე ვერავინ ვეღარ შემიყვარდება და ექსისულელი არის რა, ანუ როცა რაღაცა ურთიერთობა, აი 13 წელს ასაკში დავუშვით, ხო? როცა პირველად ახელ თვალებს და რაღაც გოგოს ლამას სახეს ხედავ და გიყვარდება დავუშვით. 13 წელს ასაკში ხო გონია რომ გიყვარს. მე იმას რომ ჩამოშორდები და სხვას გაიცნო, მე ის გონია რომ გიყვარს და იძახი რომ უი ის კი არ მყარებია, ეს მიყვარდა. ხო. მე კიდე ვიღაცა გაიჭირდება, მე იმ 15 წლის აზე იძახი რომ ის კი არა, მე სხვა ეს მყარებია. თურმე. და ყოველ მომდევნო ჯერზე ფიქრობ რომ ის კი არა, ეს მყარებია და მანდიდან გამომდინარე რავი, ძალიან ისეთი ამბავია რა, სიყვარულის რაოდენობას ვერ დათვლი რა. საბოლოო ჯამში ვისთანაც, ბოლოს ვისთანაც ხარ, ის გიყვარს რა. ბოლოს სიყვარული. ეგრე გაბოდის რა, იმიტომ რომ მაგამდე შეიძლება გიყვარდა ის ადამიანი, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ვიღაც სხვასთან რო იცდები, ფიქრობ რომ ეს უკეთესია რა. ანუ სადაც არ უნდა იყო, ეს უკეთესიას ფიქრობ. და ლენკასთან ეს თამაშების დროს მიხვდი ამ ყველაფერს თუ რა დროს დაამუღამე რომ უი რაღაცა თუ ერთი ნახვით იყო თუ როგორ იყო. ლენკას მე ვიყავი ლენკას ფანი. თუ ტატუშვილები ვიცი როგორი ხალხიც ავართ და იმიტომ. არა, ლენკას ფანი ვიყავი რა. მე არ მყავდა სუეჩი ფანი რა ერთი წელი ხო რა, და ძალიან აგდებული ცხოვრები ცხოვრობდი. ლენკა მომწონდა რა, ყველაფრით მომწონდა შოვრიდან. მე ერთხელ გავიცანებოს და შე. ეგ იყო. გავიცანი იქიდან ერთ თვეში ყველაფერი დალაგებული. აჰა. კარგია ძმაო, თუ ეგრე კარგად დაალაგე. მალევე ყველაფერი. კარგი, როგორ ფიქრობ, მთავარი სათქმელი რა არის შენი ცხოვრებაში? ვა. კი ლაპარაკობ ყოველდღიურად რაღაცებს, მაგრამ მაინც მთავარი სათქმელი. ჩემი აზრით, აი რომ მოვკვდე საფლავის ყველაზე მაგას დავიწერდი რა. რასაც ფიქრობთ ყოველთვის ის გააკეთეთ. არავის არა, ვიღაცებს ყოველთვის მოусვინეთ, არა არასდროს გაითვალისწინოთ რა. კი ბატონო. ცოტა ცუდად გამომივიდა. სიკვდილის გარეშე შეიძლება ეგ ყველაფერი მეგობრებო. მაინც მე ძალიან ისა ვარ, დეპრესიული ვარ. გეტყობა ხო? შემატყე. გეტყობა, კი როგორ არა, შეგატყე და მაგრამ რა არის იცი? მე ხა ვატყობ ხოლმე ჩემ თავსაც მაგას, იმიტომ რომ ზოგადად ადამიანები, რომლებიც ბევრ პოზიტივს გადმოვცემთ და ბევრ დადებითს გადმოვცემთ და ადამიანებს ვამხიარულებთ, კაი განწყობაზე ვაყენებთ და ასე შემდეგ, იმდენად ვიფიტებით, რომ ჩვენთვის აღარ გრჩება მე ეს ენერგია, ვართ მე რაღაცა აი ესე, კაიგე და მე ამ დროს ვიღაცა შეხვდები, რა აქტივის შეჭემა, რატო ხარ ეგრე და მე ხა იმას უხსენი, რომ იცი მე დღეს ამდენ ხალხს უმღერე, იმდენი ხალხი გავამხიარულე, ამდენს რაღაც გავაცინე, ეს კენი და ყველას უნდა ჩვენგან, ძალიან უნდა ჩვენს, ყველას ჩვენგან უნდა და ჩვენც ხო გვინდა რაღაცა. ამიტომ ბევრს არაფერს არ ვითხოვ. აი ჩვენ რაც გვინდა ისე რომ არხი გამოიწეროთ ვიდეო და ლაიქოთ. მარტივეზია, კომფორტულია და აჭირე ერთი და ეგ მოჩენილი ამბავი. ელოშ, მე მაგრად ვისიამუნე ძმაო. დღეს და მე მგონი მე ვფიქრობ რომ ერთი 4 საათიან და 5 საათიანიც რო ყოფილიყო მაგრად გამისწორდებოდა. ხო, თან არც გავჩერდებოდით, მე ეგრე მგონია. რაღაცა აი თითქოს ისე შევყევით რომ ეხლა ვიღაცასთან გჭირდება რომ დაждე და აი ძალიან ბევრი კითხვები ჩამოწერო, ისქნა, ესქნა. აქ ეხლა რამდენიმე კითხვე იყო და ისეც ვისაუბრეთ, ასე ვთქვათ რა. ხო და თუ გინდა რეპზე ვისაუბროთ კიდე. არა, ზოგადად თუ ამბობ რომ 4 საათიან და 5 საათიანიც რო იყოს, მე ვფიქრობ რომ აი რაღაცნაირად არა მოგწულება თემა არა მოგწულება ხო მაგაში გეთახო ხო და მე მხოლოდ მადლობა მინდა რომ გადაგიხადო რომ დღეს მოხვედი მივხვდი იმისა რომ გდანში ძვლის მოაგენი მე დავაგვიანე მე ბუდისტი ვიხდი იმიტომ არა ეგ არა უშავს გდანშიო ძვლის მოხვედი გდანელი კაცი აწუկ გდანელი კაცი ცოტა ისეთი მომენტია მე ვფიქრობ რომ დღეიდან მელოტები ერთად უნდა ვიყოთ აუცილებლად რაღაცნაირად ვფიქრობ რომ
კარგი ადამიანი ხარ იმის გარდა რომ ხარ YouTube-ზე და ესე რომ ხედავ სხვა არის, მაგრამ ეხლა რომ მოხვედი ესე პირადად რომ ვისაუბრე, დარწმუნებული ის რომ გათშული ყოფილიყო, მაინც ესე ვისაუბრეთ და ხო, რაღაც და ცოტა უფრო მეც შევიგინებოდი მე პირადად. აი ეგ ხო, მესმის დეიდა ჩემის სახში ვარ და მაინც ფიქრობ შეიძლება რომ ხო, რაღაცა შევიგინო ვიღაცამ გაიგოს აქ რაღაცა. თან TikTok-ზე ხო არ ვარ, YouTube-ზე ვარ. შეიძლება ამოიჭრას და იქაც დაიდოს რაღაცები, მაგრამ მოკლედ, მადლობელი ძმაო, ძალიან მესია უნდა და იმედი მაქვს მეგობრობის საწინდარი იქნება ეს შეხვედრა და პლუს კიდე რაღაცა ვლოგი იქნება, გადაცემები იქნება თუ რაღაცები ერთმანეთთან გაცვლით პროგრამაში, მე ვფიქრობ რომ შეიძლება რაღაცები გავაკეთოთ ხოლმე რა. Просто YouTube-ზე ეგ უნდა დაამოღამოს ყველამ, რომ ყველასთან უნდა იყოს დადებითად განწყობილი. ვიღაცები თუ კონკრეტულად არ ევასებათ, ეგეც უნდა ითქვას. მაგრამ ესე, აი მე და ბევრჯერ მქონია რომ ვიღაც ტიპს მოუწერიო, ჩემთან გადაცემაში მოდიო რა. არა, შენზე არ არის საუბარი რა. ვიღაც მოუწერია. არა, მე ეგრევე დამთახდი. შედარებით ცოტა გამომწერი ყავდა და მე ვთხარი რომ ბაზარი არაა. და იმამ უწერა, ვა. რა ვა. გაუკვირდა. ო, ანუ იმიტომ ეთქო ვიღაცებს მიწევა და იმათ დაუვარეს. ეგეთ რაღაცები არის ხოლმე ძალიან ცუდი და მე ვფიქრობ რომ ყველა იუთუბერმა სხვა იუთუბერების საქმე უნდა ვაკეთოთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველა ერთმანეთის საქმეს ვაკეთებთ. ასე იტყოდა ბატონი G2G. იმიტომ რომ ვისი ხილავდი მე შემდეგ YouTube-ში ჩემთან არხზე. როგორ ფიქრობ, ვინ იქნებოდა საინტერესო? ვახ. რო აი ესე ჩაბულიყო შენსავით. არ ვიცი. და ამოქაჩო არ დაჭირდებოდა სიტყვით. არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ჰიტამ ყავდა. ჰიტამ ყავდა. კოკოტაც ყავდა. არა, G2 აქან ყოლია, G2 ყავდა ადრე პოდკასტში. ამ წარმატების გზაში ეს არის მეოთხე გადაცემა. აქ G2 ვერ იბაზრებს. არ დაგეყარა. ვახო გაასწორეს მე. ვახო მართლა გაასწორეს. ოღონდ ვახოს პირადად არ ვიცოდა თუ დამაკავშირებდა. დაგაკავშირებდა. სიამოვნებით ჩავწერე. просто რეპსი მაგას არ ელაპარაკ. არა, რეპსი არა, ზოგადად იუმორშიც კარგია და ზოგადად კარგი ადამიანი ჩანს, რასაც უყურებ ხარ რა. ჩემი ძმაკაცი, მე და ვახო 2010 წლიდან ძმაკაცები. ხო და მე მგონი კარგი იქნება, რომ გავიცდოთ და მოვიყვანოთ და ვისაუბროთ. ან სივიყავა იქნება, ლუდი იქნება, რის საშუალებაც რაღაცა იქნება ეხლა და ვისაუბროთ ეხლა შენი ხრაშუნებით თუ გინდა მოდი მე პრობლემა არა. უი, ხო, ჩიპსებს წავიღო. ხო, მაგის პრობლემა. პიანური ხოდი არის რა. მოკლედ, 5 ჩიპსი მაინც ხო იქნება. აი ჩემი ხელი ძმა და ძალიან კარგი ლამაზი დღე შედგა მე ესე ვფიქრობ. ნამდვილად. მე ვაპირებ ისე მაგარ რაღაცას გეტყვი. მითხარი. ეხლა მივიდოდი საბერძნეთში რა, აგვისტოში. ეს 6 დღე თუ რაღაც. დასასვენებლად. ხო. გავიხიე შუაზე კაც რაღაც დავისვენ. მესმისგან. ხო და 6 დღე მივიდოდი დასასვენებლად. იქიდან ჩამოვალ მე ვფიქრობ რომ სექტემბრის 15-დან დაიწყო იუთუბერებთან კოლაბები დაიწყო, ოღონდ ზუსტად ჩემი სტილი ისევ რა. ხო, ან მივადგე. ყველას უნდა მივადგე თავიანთ იმაზე და შენთანაც მოვალ რა. კი ბატონო, გელი. აქედამე გეტყვი. გელი როგორც გელი. ხო. დავიწყებ იმით. სხვათა შორის ათენში ვიცხოვრე 8 თვე. საბერძნეთში. მე საბერძნეთში ვერ ვიცხოვრობ, ძალიან ცხელა. ხო, ჩემი პროფესიით მუსიკით ამბავით იქით-აქეთ, მაგრამ გამოვიქეცი. რაც ჩემი საქართველოს ჩემი აი საცხოვრებლად ვამბობ, თორე მე გერმანიაში ვიყავი 3 თვე საცხოვრებლად. და პიპინი არ მქონდა, მანქანით დაპიპინება, არ მქონდა გაგონილი 2 კვირა. ისრაელში რო ვიყავ ჩასული, მან შემამჩნია ეგ თემა. ისრაელში რო ვიყავ. მე სიჩუმეში როგორ ცხოვრობთ? ვიჩქრე და წამოვედი, ხო, აი დისციპლინირებული როგორ ყველაფერი ვიღაც ერთხელ ყვირილის ხმა გავიგე და გადავიხედე და თურმე 2 დიდი ხნის უნახავი გერმანელი შეხვდა ერთმანეთს და ხუბი მეგონა მე და გამისწორდა და ხელი ჩავიქნიე მე. ხუბი არ მქონდა რა. ხო არა რაღაც ეგ არ არის ქვეყანა, ხალხი თუ არ ჩხუბობს ის ქვეყანა არ არის. ხო რაღაცა აი ხა ბოლოსკენ რაღაც გერმანიაო და რაღაცა და იმ დღეს ერთ-ერთ ფილმში იყო რომ თუ TikTok-ზე იდო სადღაც ამოვაგდო რომ ისა რა ქვია ტიპი ავიდა, ტიპი რა ავტობუსში ავიდა, პენსიონერი და გადაიხადეო რა ფული ზღოლეუნება რა მაგის ყველაფერი ხო შეიძლება რომ ისე გაეტარებინა რა მაგის პასუხი ეხა და რას მოვაყოლე და ხო გადაუხდის და იმას მიაძახებს რა იმ პენსიონერს რა კაროჩე რომ ნეტაო მოეგო ჰიტლერსო კაცო იქით მაინც ვიქნებოდითო და ევროპაო და ისაო და ამბავიო და ესე ამყრალებულ რუსეთშიო და ამ თემებში არ ვიქნებოდითო მე უცებ კადრი გადადის
რომ არ ვიცი ამ ტიპს ძინავს თუ რავი თუ დაესიზრება თუ რაღაცა რომ ეს ავტობუსი ჩერდება აქეთ გამოიხილებს უკან ნემცები იმ ქუდებში იმებში იარაღებით იგი აშლოღე რაღაცა და ტიპს იმინა აი კაროჩე რა ისეთებს უზავენ და მე იტოქში ბოდიშებს იხდის რომ არა ისე სპოტი მირჩენიო და რაღაცაო რა ხო ხდები და სადაც არა ხარ ყველგან კარგი გონიაო მაგას მოგვა ეგ ძოჭი ეგრე არის მაგის თქმა მინდა აი მართალი ხა ბიჭო პროსტო რა შორიდან მოგიყავ იმეს აი გამოყევი და ვიღაც ტიპი წარმოვიდგინე რომ ძინავს და რომ ესიზმრება ეს ხო ანუ ფიქრობ რომ საინტერესო სტუმარი ვიქნები შენთანაც ეს ეგაცო რა როგორ ჩემთან იყო პროსტად მე თემებს არ იმას ვიზა ეს დავჭირე ჩვენც ესე არ გავყევით უშინდელი დღე განვიხილოთ მე გვინდა რა ვიღაცების დღეები მინდა რომ განვიხილოთ ბაზარი ყველა თემაზე შემილია წამოყვე რა თითქმის ხო რა თითქმის მე მგონი ყველა თემაზე შემიძლია წამოყვე ნორმალურად ვისაუბროთ ჩვენს გიყვარს თან ლაპარაკდება კი აბა ჰე ძალიან დიდი მადლობა მადლობა შენ რომ მოხედი არა მე ბოდიში დავაგვიანე ბოდიში დამთავრე